აღმოსავლეთ აზიური ენების სწავლა ჯერჯერობით არც ისე პოპულარული თემაა ქართველი ახალგაზრდებისთვის. სწავლობენ ძირითადად იმას, რაც უფრო პრაქტიკულია და მომავალში გამოადგებათ. კორეული ენა ერთ-ერთია იმ გამონაკლისებს შორის, რომელსაც ზოგიერთი თინეიჯერი ირჩევს. მათთვის, ვისაც უნდათ რომ ეს ენა ისწავლონ, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი ერთადერთი სახელმწიფო სასწავლებელია, სადაც ამ სურვილის რეალობად ქცევა შეუძლიათ. საქართველოს საელჩო კორეაში და ასევე კორეის საელჩო აზერბაიჯანში უნივერსიტეტს მხარდაჭერას უწევს და შეძლების დაგვარად ეხმარება. კორეული ენის სწავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო კულტურა აქვს, ტრადიცია, ასევე ენა და კიდევ K-დრამის და K-pop-ის გამო, რომელიც ძალიან პოპულარულია დღესდღეობით მსოფლიოში. კორეული მუსიკა, ანუ K-pop-ი წარმოიშვა, ჯერჯერობით ეხლა ხანს გახდა პოპულარული, რადგან ადრე არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც ეხლა. ძირითადად, ჩვეულებრივი ადამიანი იტყვის, რომ ჩინელები არიან და ბევრი არიან და მაგიტომ ამ ფილმებზე ბევრი ნახავ, მაგრამ ეს არ არის სიამდილეში. თქვა რომ ნახოთ YouTube-ზე, ძალიან ბევრი ნახავთ. ერთ-ერთი შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანო Gangnam Style-ი, რომელიც ეხლა გახდა ძალიან პოპულარული და YouTube-ზე დაამყარა, მგონი კი არა და დაამყარა რეკორდებით. და შევიდა გინეს რეკორდებში, როგორც მე ვიცი. ასევე ძირითადად კორეაში არის სამი ჯგუფი ცნობილი, ერთ-ერთი არის Big Bang-ი, 21-იანოს გოგოების ჯგუფი არის, Big Bang და Super Junior არის ბიჭების ჯგუფი. ტრადიციული კორეული სამოსი არის ამბოკი, რომელიც ქალის სამოსი შედგება ზედატანისგან, რომელსაც ჰქვია ჩოგორი. და ქორატანს ქვიან, რომელიც ძველი კაბისგან შედგება, ეხლა არ გვაქვს სამწუხაროდ და ქვია ჩიმა. ძირითადად ეს წამოვიდა, ძველად, მაგრამ ეხლანდელ კორეაში, აღარ იცმევენ, მსგავს ტრადიციულ ტასმას, მხოლოდ დღესასწაულებზე იცმევენ, მაგალითად ქორწილები და ასე შემდეგ. კაცის ტასმა შედგება, შარვლისგან შედგება, პაჩი ქვია და ზედატანისგან საქჩოგორი. და ესეც რა თქმა უნდა უკვე შეიცვალა სტილი კორეაში და მხოლოდ იცმევენ დღესასწაულებს. დღესდღეობით კორეას ძირითადად იცნობენ ჩრდილოეთით, სადაც გაგონილი აქვთ და უფრო ნაკლები იციან სამხრეთის შესახებ. გამოწვეულია იმით, რომ ბევრსმენი ალბათ ცივი ომის დროს კორეის ომის შესახებ. 50 წელს ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით შეიჭრა სამხრეთში. სამხრეთმა მოკავშირეების ამერიკის და გაეროს დახმარებით შეძლეს თავის დაცვა და 3 წლის ომის შემდეგ მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როგორც ომის დაწყებამდე იყო. ამის შემდეგ ჩრდილოეთში ვითარდებოდა კომუნიზმი, თუმცა გაასწრო საბჭოთა კავშირსაც კი კომუნიზმის დონით და დღეს უკვე კომუნიზმი რაღაც ფსევდორელიგიურ ფორმად არის გადაქცეული. სამხრეთი კი განვითარდა და დღესდღეობით მსოფლიოს მე-15 ქვეყანა არის თავის ეკონომიკით, ხოლო მოსახლეობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა არის. ამ ჯგუფის წევრები ენის შესწავლის გარდა ცდილობენ აქტიურად გაავრცელონ კორეული კულტურა საქართველოში. ამიტომაც შექმნეს საიტი Korea.gi, სადაც სისტემატურად აქვეყნებენ სტატიებს კორეულ დრამაზე, მუსიკაზე, სამზარეულოზე და სხვა ისეთ თემებზე, რომლებმაც ქართულ ახალგაზრდებს შორის შეიძლება ინტერესი გამოიწვიოს. საკმაოდ პოპულარული გახდა, რაც ჩვენს მოდის საკმაოდ გადააჭარბა. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს, აქტიურად ვავრცელებთ კორეულ კულტურას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტად მოიპოვებს პოპულარობას კორეული ფილმები, კორეული მუსიკა, ტრადიციები და ასევე კერძები. საიტის ავტორები ვართ თითქმის მთელი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას ვიღებთ სტატიების დაწერაში და აქტიურად ვერთვებით იმ საქმიანობაში, რასაც ქვია, რომ უფრო მეტად გავასწავლოთ აზიული კულტურა ჩვენ საქართველოში. სიუჟეტის გმირების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ შემოვეწმებინა, რამდენად ბევრია აღმოსავლური ენების შესწავლის სურვილი თბილისში და რა იცის მოსახლეობამ კორეაზე. გამოკითხვის ნახვის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რომ ზოგიერთი დასავლური ენა ჩვენთან ჯერჯერობით აშკარა პრივილეგიით სარგებლობს. ისწავლით თუ არა კორეულ ენას? არა. და რომელს ისწავლით რა შეგეძლოს? ესპანურს. ისწავლით თუ არა კორეულ ენას? არა. და რომელს ისწავლით? ინგლისურს, ფრანგულს მაგალითად. მე ალბათ ესპანურს. თუ იცით რამე კორეის შესახებ? შესაძლებლობა რა გქონდეთ რომელ ენას ისწავლით? იაპონური და შეიძლება იაპონურს. ისწავლით თუ არა კორეულ ენას?
არა. და რო შეგეძლოს რომელს ისწავლეთ? ფრანგულს. რავი, გაშია სადმოდი ვარ. წეს კი, კაი ენა არის. არა. და რო შეგეძლოს რომელს ისწავლეთ? იტალიურს. ამ ფრანგულს. მე ახლა ვსწავლობ იტალიურს და ვისწავლდი იაპონურს. არ ვიცი, კი ალბათ. ოღონდ რატო არ ვიცი? არა, რა თქმა უნდა. და რომელს ისწავლეთ რო შეგეძლოს? რავი, იტალიურს. სოციალისტური რეჟიმის ქვეყანაა, ხო? და თუ მოგწონს რამე მათ კულტურაში? კულტურაში მოგწონს ის, რომ შენარჩუნებული აქვთ, მაგრამ ვთვლი, რომ სიმკაცრეა მაინც. რავი, არათავისუფალ ქვეყანას მიმაჩნია და ამიტომ არ მომწონს, მაგრამ კულტურული ყველაზე წარმატება ის ქონდათ, რომ ფსაიმ იყო პირველი ვიდეო, რომელიც ნახა მილიარდზე მეტმა ადამიანმა და ამაში ყოჩაღები არის.